მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტელევის ერთგულო მაყურებლებო, ჩვენ ისევ წავდებით თქვენს წინაშე პროექტით სახელწოდება საქართველოს გუშინდელს ხარ მოგეხსენებათ უზენაეს საბჭოს ჯგუფს განვასახიერებ მე და გარკვეულ ჯგუფს მინდა თქვენთან ერთად აემოვლენებს შევხედოთ როგორც ასულში ისე დღევანდელობაში და შეძლების დაგვარად მომავალში ჩვენთან სულ არის ცნობილი კონფლიქტოლოგი და საზოგადოებრივი მაღალი შეგნების ადამიანი ბატონი პაატა ზაქარიაშვილი ბატონი პაატა მოგზაურობისთვის ერთად სიტყვას შესავალს გავაკეთებ დღეს დაგეგმილი ქონდა თქვენ წინასწარ იცოდით მე წინასწარ მივმოვხორნე იმიტომ რომ თემატიკა შერჩეულია და თემატიკა იყო ძალიან ისეთი ძალიან აქტუალური შეიძლება ითქვას ჩვენ ქართველებს ხშირად რაღაც შინაგვანი კულტურა მაღალი გვაქვს, მაგრამ რასაც ვერ ვიტყვით პოლიტიკურ კულტურაზე. იქ სადაც ეს ორი ფენომენი ერთად ვერ თავსდება და ან ჰარმონიზირებულია, ან თანაარსებობაში თუ არ არის, ხო ორთვის ძალიან ცუდ რაღაცას უნდა ელოდეს, ხო? ამიტომ ამ საკითხებზე, რომელიც გვინდოდა განსაკუთრებით ორი პოზიცია, ხო, ერთი რაღაც ადამიანები არჩევნებთან დაკავშირებით, თვითონ მუნიციპალიტეტ არჩევნებთან, მეორე მხარე იყო ოპოზიციიდან, მოგეხსენებათ და ისეთნაირად მოხდა, რომ ბატონი პაატა სიტყვის კაცია და გამოცხადდა, რაც შეეხება მეორე მხარეს, რომელიც უნდა მოგზაურებული იყო, მე არ ვიცი ახლა მაგათი საპატიოა თუ პატრიოტიზმზე ვერ გამოცხადდა, მაგათ ინტერესებში უფრო არის, მაგრამ გითხრათ, ესეთი შეხვედრა და პოლიტიკური კულტურის ამაღლება და საზოგადოებას დავანახოთ, რა არის ცენტრი, რა არის მემარჯვენე, მემარცხენე და ეს პოზიციები ოპტიმალური ისე რომ თამაშის წესები დავიცვათ. ისე ბატონი პაატა რა მახსენდება, ესე, როდესაც კაცი პროფესიონალურად არის და რაღაც იდეას უძღვნის თავისთან ბევრი მაგალითები არსებობს, მაგალითად სესილია თაყაიშვილმა ცნობილმა მსახიობმა თავისი რაღაც კონკრეტული როლისთვის რომ მიეძღვნა ასე ვთქვათ თავი როლი შეგნებულად კბილები დაიზიანა რომ მოშტარიყო როგორც ასე ვთქვათ მოხუცებული ხანდაზმული ასეთი და იმდენად იყო აღტკინებული ამ როლით და თავისი თვითრეალიზაციით რომ ასეთი მასზე წავიდა კიდევ უფრო უარეს ვიტყვი უფრო მძიმე შემთხვევას უფრო სწორედ თორე მაგალითიც იგივეა აკაკი ხორავას შვილი რო გარდაეცვალა ასვენების იყო და ერთ-ერთ ამაშვილზე მას მოუწია ანზორი იყო ესეთი ვახსოვს ტრაგედია და იქ ერთი დღე მიუხედავად იმისა ხელა ტრაგედიაში იყო კაცი ახლა შვილის გარდაცვალება ყველა ღმერთმა დაიპყრო მივიდა თავისი ვალი მოიხადა და ასე ვთქვათ ამით თქვა რომ პროფესიონალიზმი ისება და ადამიანის ადგილი კონკრეტულად არის ხელშეუხებელი და ეს პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. კარგი იქნება თუ ყველა გაითვალისწინებს ამას და ოპოზიცია განსაკუთრებით და ისე რაც ოპოზიცია შეცდომებსაც უშვებს ზოგადად ხელისუფლებაზე ხო საერთოდ ლაპარაკი არ არის ბიზნა ივანიშვილს ისინი კბილი ძილის თუ არა გახანგრძლივების დიდ შანსებს ანიჭებენ მიუხედავად იმისა დიდი ხნის დამთავრებული უნდა იყოს ეს ყველაფერი ეს ყველაფერი მიზეზ შედეგობრივ კავშირშია მე მინდოდა მე თქვა ახლა კიდევ მეორე ყველას თავისი გზა აქვს მე ვერაფერს ვერ ვაიძულებ კეთილნებაზე გულნებაზე და ქვეყნის სიყვარულზე და ასე შემდეგ ამაზე ლაპარაკი და ის როგორ შეასრულებს იმის და მიხვედრით და პუნქტუალობა და ინფორმაციის შეტყობინება სხვა ფორმატად შეიძლება სხვათა შორის ისე. ხო გადავიდეთ უკაცრავ ადამიანური ლაპარაკი, მაგრამ მოგებული ვიყავით ესენი თქვა. ახლა ბატონო პაატა, აი უპირველეს ყოვლისა გუშინ ამ ტელევიზიას და იმას ხო ვადრებთ, მინდა რაღაც გავყვეთ ქრონოლოგიურად რა, რაც იყო ეს დღეები განსაკუთრებით, აი გუშინ ვიზა ლიბერალიზაციის დამცავი მიტინგი იყო შეიძლება ითქვას, ასეთი და ეგ რაღაც ბოიკოტების გამოუცხადა ემარჩენებს, ესენი რაღაც დალაღებულები იყვნენ, არ ვიცი რამდენად აძლევთ მაგათ დალაღების
ხალხრავალი იყო, მაღალ დონეზე ჩატარდა და ერმა კიდე ერთხელ დააფიქსირა, რომ ამ ლიდერების, ამ პოლიტიკური ლიდერების არ ყოფნის მათი უზარმაზარი ცდომილების მიუხედავად ესენი მზად არიან დაიცვანეს მონაპოვარი, რაც ამ ერმა მთლიანად მოიპოვა და ეს რომ დასავლეთიდან ის კიდე ჩვენს გვერდით ადგას და ბრიტანეთი განსაკუთრებით ამდაღარ იმაზე რომ მოდის კიდე ამერიკელი კონგრესი, სენატი, მთელი რიგი მერს ამზადებენ, ხო? რაღაც საშინელ სანქციებს და მოკლედ თავიანთი ამ ადგილის და სტრატეგიული იმის დაცვას და გარანტირებას, ხო? კონსტიტუციისადმი მხარდაჭერას ჩვენიერისადმი ეს ყველაფერი ამის გათვალისწინებით და ესერი გამოდის და დიდ შანსებს აძლევს კიდე დასავლეთს რომ გარკვეულად ეს მოქმედებაში მოვიდეს ეს რაც ისტორიულ კანონზომიერებას რაც ექვემდებარება და რაც უნდა აღსრულდეს და ჩვენი მდგომარეობა კიდე თავობის მხრიდან არის რომ აი ეს ურთულესი არის და ესეთ რა შემოძა რა აი ბუშინ ეს მინდა და მე მინდა თქვენ გააგრძელოთ რა ეს ნანაწულაია რო არის ეს პატიმართა შობელი რომელმაც ეს გიორგი როიშვილა ამაზე დეტალურად მოყვა და რა ვიცი ერთი დიდი საგა დაიწერებოდა რა დიდი წერალი რო იყოს ან თუნდაც საშუალო ან რაღაც ესეთი ნიჭიერებაზე ამის ხორშესმას მოახდენდა და დარწმუნებული ვარ ამაზე დაიწერება ფილმების გადაიღება ყველანაირი და ეს უკვე ისტორია ჩვენი განუყოფელი რაც ამ ადამიანმა თქვა როგორც ილაპარაკა და რაც თავარია დავწუნდი იმაში რომ მერა პოსტავა სული უკვდავია ეს გადმოსული ამ ადამიანებზე მერა პოსტავა პოლიტიკოსი არისო მაგრამ ყველაზე დიდ პოლიტიკას ის ქმნის კი ნამდვილად ეს პარადოქსალურ რაღაცას ვამბობ გამჭრე ახიგონება ქონდა პარადოქსებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება ეს არ არის კანონზომიერება და ლოგიკა ჩვენი ცხოვრება და გარკვეულად როგორ იმეც ცდილობს რომ სიყვარულით გააერთიანოს სიყვარულით დაიცვას განუყოფელად არავინ არ გაარჩიოს ამას უფრო მეტი დამსახურება აქვს ამას უფრო დიდი მუხლი აქვს და ამიტომ ის თუ გამოვალთ ერთად გამოვალთ თუ არა და ერთად ვიტვირთოთ ის ჯვარი რომელიც უფალმა თუ ისტორიამ თუ ბედისენამ დაგვაკისრა ეს იყო ამ ადამიანის ასეთ რომელიც გავლენას ახდენს ასე ვთქვათ თელევიზიის პროცესზე თუ რა თქმა უნდა ადამიანს შექმნის შესაბამისი ისაა მე მინდა ახლა თქვენ მოდით ქრონოლოგიურად მივიდეთ. აი ეს მინდა ეს შეაფასოთ ეს ქუშინწინდელი ძალიან სერიოზული გამოსვლა ყოველგვარი ლიდერებისგან დამოუკიდებლად. კი ბატონო. შემდგომ გვიახლოვდება რა ეს ახლა ეს უდღეური რა კომიტეტი ქვია წოლუკიან ხო? კომისია. თვითონ არც აღმასრულებელია, არც ეს არის საკონდო ორგანოზე თან ორივე ერთად არის თან უზარმაზარი უფლებამოსილება ადამიანის პირდაპირ ციხეში გაშვება შეუძლია პირდაპირ ციხეში უშვებს და რაღაც წარმოუდგენელი რაღაც ამას ვადა ეწურება თუ 4 აგვისტომდე ეს უნდა შევაფასოთ აუცილებლად ეს პოლიტპატიმრების კიდევ მეორე თავიდან მე ამას ვიწყები რომ უდანაშაულო ადამიანის პატიმრებს დაუყოვნებლებია გამოსვლა იქიდან ჩვენი აბსოლუტური მხარდაჭერა და რასაც გვეტყვიან ჩვენ მაგათ დავემორჩილებით რა კიდე პოლიტიკური თემა მე ყოველ შემთხვევაში და ეს ადამიანები და მინდა აი ამას შეეხო თქვენ მაგმოვნებს და კიდე 5 აგვისტოსაც ეს იწორე 31 აგვისტოს კიდე ეს ბოლო გაფრთხილება ევროკავშირის მხრიდან ესეც იწურება კიდე რა არის მოსალოდნელი მთელი ბატალიონი და მოდი აი კიდან დავილაპარაკო და გვაქვს რომ მოგზავნით და შეეხეთ ამ თემას გთხოვთ მოგესალმებით ბატონო თენგიზ მიესალმებით ჩვენს მაყურებელს ნამდვილად მე მემზადებოდი რომ გვექნებოდა საინტერესო დებატები თქვენთან ეთერში დიდი მადლობა ასეთი სივრცის მოწყობისთვის აუდიტორია მე ძალიან მომწონს თქვენი აუდიტორია სპეციფიური აუდიტორია რომელიც ამ ტელევიზიის გარშემო არის შეკრებილი და კარგი იქნება ყოფილიყო ამ აუდიტორიისთვის დებატები თუ არა გარკვეულწილად კამათი მსჯელობა თუ როგორ შევხედოთ ამ ადგილობრივ არჩევნებს როგორც იყო ვიცი თქვენგან ეს ჩაფიქრებული იყო და ოპონენტები რაღაცაც არ გამოცხადდნენ არ ვიცი ეს მათი
მოსაზრებები, მაგრამ აუდიტორს პატრონატს ცეთ და ყოველთვის უნდა მივცეთ საშუალება მიიღოს გადაწყვეტილება, ნახოთ განსხვავება. საზოგადოებას რო უახლოეს ხანში. ასე თუ ისე მართლა საქართველოში მიმდინარეობს ძალიან სერიოზული პრობლემები, პირველ რიგში რა თქმა უნდა სოლიდარობა სინდისის პატიმრებს, იმიტომ რომ თქვენ მართალი ბრძანდებით საქართველოს ისტორია თქვენ თვითონ იყავით საფუძველში, თანამედროვე საქართველოს საფუძველში, როცა ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა. იყო შიმშილობები თავისუფლად 80-იან წლებში, იყო უამრავი პროტესტები, საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, ომები, რომელიც სამწუხაროდ მოხდა ჩვენს თავს რუსეთის ხო და ყველაფერი ეს ლიდერების ცვალებადობა აბსოლუტურად უსამართლოდ და უამრავი სხვადასხვა მახინაციები და მანიპულაციებით უდროუდროს დაღუპული ჩვენი ლიდერები და ასე შემდეგ ყველაფერი ეს გამოვიარეთ და აი ამ რიგის თუ შეიძლება ასე ითქვას საეტაპო თქვათ ასე ფენომენი არის ეს ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც დღეს 25 წელს როგორ შეიძლება და გვეფიქრე 30 წელს უკან რომ ჩვენ ჭიდაბა რომ სინდის პატიმრები გვეყოლებოდა ასეთი რაოდენობის და ბატონო პაპა ამისთვის ებრძოდა. რა თქმა უნდა, ხო. ხალები დაეპატიმრებინათ სინდის დაწვდის. აბა. კაც ეჩივლა და 6 წლიან იმაზე დაეშვა. სამარცხინო სიტუაცია ხდება, ამიტომ რა თქმა უნდა სოლიდარობა მათ და ოჯახებს გუშინაც ჰქონდა საუბარი ამ ოჯახების წარმომადგენლებთან სიმტკიცეს უსურვებ მათ პრინციპულობას და აუცილებლად გავიმარჯვებთ და აშკარად აი ამ ბიჭებში ვინცაც მე ვხედავ სასამართლო პროცედურა გამოდიან ახტაცებული ვარ მათი პრინციპულობით ყველა ერთმანეთზე უკეთესი როგორ არიან ხო მართლა გაუგნებული ვარ ვიცი ეპისტოლარული რომელიც საუკუნეებით საქართველოს მანდა მაინც მაინც პატიმრობა უნდა მომხდარიყო მაგრამ წინვალე თაობა უნდა გავიცანით რა და ჯობდეს გაგვეცნო აუდიტორიებში აქციებზე სხვა ფორმით ციხეში არ უნდა იყოს ეს ხალხი და ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ და საქართველოს ბიზნეს მადლობა არ ეკუთვნეს მაგრამ შე გამოვიდნენ და მე ველაპარაკობ მაგათ ასე შეგნებულად გავა ხო ასე თუ ისია წინ გვაქვს ძალიან სერიოზული დღეები და არ გულისხმობ მხოლოდ აგვისტოს დღეებს თუ არჩევნების დღეებსაც არა წინ გვაქვს დღეებს გულისხმობ იმას რომ საქართველოს უნდა მოიპოვოს საბოლოო ჯამში ახალი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები და ეს შრომა, ეს ბრძოლა უნდა გამართლდეს იმით, რომ გარდა იმისა, რომ პატიმრები უნდა გამოვიდნენ, რაც შეიძლება სწრაფად და არ არსებობს თარიღი და ვადა, რაც შეიძლება იყოს დათქმული, ხვალვე უნდა გამოვიდნენ. ანუ ნებისმიერ დროს უნდა გამოვიდნენ, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა თქვენ კარგად იცით ჩემი პოზიცია, გზად ვინაიდან გვაქვს ადგილობრივი არჩევნები, ამის ხელზე გაშვება არ შეიძლება და ეს სხვა თემა, ამაზე უნდა გველაპარაკო, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ოპონენტი აქ არა. რაც შეეხება თუ რა ვითარება იგივე ჩვენ ველოდებით ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერასაც თქვენ ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მეგობარი აქტის მიღებას, რომელიც ჯერ სენატს არ განუხილია და შემდეგ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი და მას შემდეგაც პრეზიდენტ ამერიკის შეერთებული შტატების მე მოქმედება, მაგრამ 90 დღიანი ვადა ეძლევა აღმასრულებელ სტრუქტურას. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ეს სანქციები არ მოქმედება არჩევნებამდე. ეს დამშოვანია. დიდი ბრიტანეთის მაგალითი და კიდე ცალკეული ქვეყნები ამის საფერწონე ნამდვილად არის. კი მაგრამ მეც ვერ ჯერჯერობით ვერ ხედავ, თუ ევროკავშირის თქვათ ასე ჩვენ ნახეთ ევროკავშირის ძალიან მკაცრი რეზოლუცია, მაგრამ რეზოლუცია ეწერება არა ჩვენთვის ქართველებისათვის, ეწერება ევროკომისიისათვის, უსულოდ ფონ დერ ლაიენისათვის, ანუ აღმასრულებელ სტრუქტურისათვის. შესაბამისად ჯერ მათ რეაგირება არ ქონიათ. ანუ მე მაინც ეჭვემპარება, რომ 4 ოქტომბრამდე, როცა არის დანიშნული ადგილობრივი არჩევნები, რომ ან ბრიტანეთმა, ან ევროკავშირმა, ან ამერიკამ მოასწრონ სანქციების შემოღება. მე რატომ იცი ოქტომბრის ბოლოსთვის დაგეგმილია ყოველწლიური ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე. ვიდრე ანგარიში არ დაიდება, მანამდე არ მოხდება რეაგირება. ხო, შესაბამისად მე იმის თქმა მინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არჩევნები გასატარებელია ან მონაწილეობის მიღებით, ან მონაწილეობის არ მიღებით, ან ბოიკოტით ან რაღაცით. აი ჩვენ წინ მიდის ურემი, რომელსაც აწერია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ქართული ანდაზა რო გავიხსენოთ, ვიდრე ურემი არ გადაბრუნდება,
გზა არ გამოჩნდება. არც ესეთი. ან ვატარებ და ვამბობთ ტახტწვევით და არაფერს არ ვაკეთებ, ველოდებით როდის ჩაივლის არჩევნები, როდის მიითვისებს ქართული ოცნება წარმატებით ახალ ძალაუფლებას, როდის მოახდენს უზურპაციას და ხელს არ შეუშლით ამაშიც კი და შემდეგ უკვე გაძლიერებულ ქართულ ოცნებას უნდა ვებრძოლოთ უკვე შემდეგი 3 წელიწადი. ჩემთვის ეს დილემაა და ჩემს გამოწვევა. ნეტავი არჩევნები არ ყოფილიყო ეს არჩევნები, მაგრამ არის და თუ ქუჩაში გამოსვლით, თუ ქუჩაში აქციებით მიგვაჩნია სწორია და მივესალმები, რომ ქუჩის აქციები მნიშვნელოვანია, შეკაიტოსო, თუ ქუჩის აქციები მნიშვნელოვანია, რატო არ არის მნიშვნელოვანი ხელჩაგდებული, მოულოდნელად ჩამოგდებული საიდანვე არჩევნები? ხო, კი ბატონო. გასაგებია, კიდე ერთხელ გულისწყრელი და სინანულით როარ შედგეს. ხო, კი ბატონო, ხო. ამაზე თქვენ კიდე მოგიწევთ ამბებით, რომ გარანტირებულად მოვიყო ამას. კი ბატონო, და ვილაპარაკოთ, ხო. პოზიციაც ალუგარული ისე. ახლა მე ისეთ თქმას. ხო. აქ რას ისეთ თქმასაც ვაპირებ. ხო. კი ბატონო. ოპოზიციას ისეც ვაპირებ. ახლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალიან ცუდი საქმე რაც გაკეთდა ეს რომ ეს 4 პარტია ჯერ ესეთი მე ვერ გავიგე ისინი თუ გაყალბებულად თვლიან რატომ არის მაინც და მაინც ეს 4 და იგივე ახლა ნატელაშვილი არის სხვა არის თუ ის არის კიდე რატო არ არიან და ახლა სანქციების იმას თუ შეუდგებით თემას ახლა ლელუნ და ზოგიერთმა რომ მოინდომა ასე თქვა მითვისება იმ სანქციების ეს თავი ნატელაშვილის გაკეთებულია მე შალვასთან არასოდეს არანაირი პოლიტიკური კავშირი არ ყოფილა მიუხედავად ახლო ურთიერთობების არასოდეს არც მაგის ლობისტი არ ყოფილა თუმცა პარლამენტში ერთად ვიყავი და ადრე ჩემი მრჩეველი იყო უზენაესა პრეზიდენტში რო იყო ეს სხვა ამბავია მაგრამ ვაღიაროთ ახლა მაგის გაყვალულია ეს საქმე და მე არ მიყავს პრაგიატობა მე კი არა საერთოდ უზნეობაა რა როდესაც ადამიანი გზას გაყვალა და შენ რაღაც მოაჯდები და დემაგოგიით რაღაცას ატრიალებ აკეთებ ეს ყველას გასაგონი ყველას ეხება მეტნაკლებად ვინც ახლა მაგათი მთავარი უბედურობა ბატონო პაატა რა იყო ესენი ეს 4 ბოლო ვერ შეთანხმდნენ უმთავრეს სტრატეგიულ ან ერთობლივ ბოიკოტს აკეთებენ ან ერთობლივ ხო ვერ შეთანხმდნენ ხო მოცემულობა ესეთია რომ ვერ შეთანხმდნენ ძალიან გარკვეულად უნდა გაკეთებინო ხო არ გაკეთდა ხო ახლა შენ თუ ლაპარაკო რომ მე ემზადები კოალიციური მთავრობისგან ეს ხო საერთოდ ნონსენსია ყველაფრის გაკეთება იმიტომ რომ ოდესაც სააკაშვილმა შემდგომ თავის თავზე მოირგო ასე ვთქვათ ეს კონსტიტუცია ხო და პრემიერი გახადა პირველი პირი პრეზიდენტი შედარებით დაბალ სტატუსის მქონე ჩამოალა და ასე ვთქვათ და ამის შედეგად გარდუალი იყო კოალიციური მთავრობის სადაც საპარლამენტო ქვეყნად გადაიქცა ხო ეს კი ბატონო ძალიან ახლოს ვიყავით სხვათა შორის შევარდნაძის ბოლო ბანაობა რო იყო ასე ვთქვათ პოლიტიკური ხო ახსოვთ მან ფაქტიურად შემდგარი იყო ის მრავალპარტიული ნამდვილად შემდგომ აი რაღაც დემაგოგია თვითონ ვარ გადამდგარი იყო დემაგოგ რო გადადგა და თან არ დაუთმო თან ვითომ თან ამერიკელებს ეუბნებოდა დამანიშნინეთ კაცი აუცილებლად ჩემი მემკვიდრე მე უნდა დავტო მანამდე ბეიკერი ორჯერ გამოუგზავნეს რაინით არ ელაპარაკენ მანდ მოუთხრეს რომ ეს შენი საქმე არ არის შენ ფული გექნება ბედნიერი სიბერი გექნება ხელშეუხებელი და ასე შემდეგ ამას არ დავდა მე რაც მოხდა სააკაშვილმა მე რა გააკეთა განდევნა პროპორციულად არჩეული ჯგუფი პარლამენტი და მაჟორიტარი დატოვა ფაქტიურად ვინც დაამხო იმისგან შემდგომ კონსტიტუცია მოირგო თავის რაც იყო ამ ქვეყნისთვის ტრაგედია და აქედან ვერ გამოვდივართ ეს იმიტომ მოვყევი დეტალურად რომ დღევანდელი ვითარება რომ გავითვალისწინოთ ელემენტარულად ეს ოპოზიცია ახლა რა სადამდე მივიდა ელემენტარულად რა რომ თუ შენ კოალიციურ მთავრობას ვერ აკეთებ თუ ვერ ახერხებ თუ ბოიკოტში ხარ თუ სადახარ ვერ გავიგე მაშინ ორი ამას ხო ვერ ახერხებს ხო ვერც იქიდან მათემატიკურად წმინდა მათემატიკა ანუ ყველაზე დიდი დარტყმა ასე ვთქვათ აკედე დასადგენია ბრალეულობა რა აი ამ წვლებში ვის მეტი ბრალეულობა აქვს რომ კოალიციური მთავრობის შექმნის იდეის პერსპექტივას ამათმა უდიდესი დარტყმა მიაყენეს რომ რომლის აღდგენა გაცოცხლება და რეალიზაცია ძალიან რთული იქნება
და შემთხვევითი არ არის ახლა აქეთ ვინც არიან ყოფილი ნაციონალები არიან ძირითადად ერთი თავისუფლების მოედანია მარტო ხო თავისუფლების მოედანი თავისუფლება კარგი ადამიანია სხვათა შორის სიმპათიით ვარ მაგრამ ეს მაინც ერთი დანარჩენები ვინც არიან სააკაშვილის ტალღამ შეიყვანა ისინი და სააკაშვილი კიდე ატიუტივებს მაგალითად სააკაშვილის გარეშე ისინი ფაქტი არაქმედით უნარიანები არის. ხო ფაქტი. ვერც ერთი სტრატეგიული იდეა ვერ დადეს, ვერც ერთი ხაზგასმით ვამბობ. არადა ეს ახალგაზრდები კარგი წამოვიდა, კი ბატონო. მომწონს ესენი ვიწრო მაგათ და არანაირი ის არ არის ჩემთვის. ჩვენერი შეზღუდვები და კომპლექსები არ მაქვს პირიქით. მოხარული ვარ რომ ყველა იმაში დაწინაურდე და ცოდვები გამოისყიდოს ყველა. და ამის ყველაფრის გათვალისწინებით, ხო? ახლა ეს იდეა მაინც ჰაერში არის გამოკიდებული რა და ამის გარეშე როგორ რას გავაკეთებთ ელემენტარულად. ამიტომ ეს ვაკუუმი უნდა შეივსეს, რომელიც შემდგომ ახლა უკვე ლელოს მხრიდან და გახარიას მხრიდან უკვე დიდი ვაკუუმი გაჩა. აი მაგაში დარწმუნდება. ჩემი აზრით ეგენი ვერანაირ დივიდენდს ვერ აიღებენ, ვერანაირს. ჩემი აზრით, ამას დრო გამოაჩენს. დრო გამოაჩენს თქო. დრო აუცილებლად გამოაჩენს. მე არაფერს წინასწარმეტყველი არა ვარ, თუმცა ინტუიცია არ მგონია მღალატობდეს და ლოგიკა. ნახოთ. და დანარჩენი ესენი თუნდაც რო აიღონ, ის რა თუნდაც ენა არჩევნებში ვაკუუმი მან შესავსებია. შესავსებია, მით უმეტეს გახარია პირდაპირ თეატრალურია და ლაპარაკობდა მე კოალიციაში არ შევალ ნაცებთან. ეს საერთოდ პარადოქსია. თუ არ შედიხარ, მაშინ რა გინდა ეგ? გაუგებარია რა, აბსოლუტურად. მე მგონი გასაგებად თქვი, ხო? ვინ შეავსებს შემდგომ ვაკუუმს, ეს პირდაპირ დამოკიდებული იქნება ვადამდელი არჩევნებს რო ლაპარაკობენ ესენი. მე თქვენთანაც მე მგონი ვილაპარაკე და ხშირად ლაპარაკობდი. ესენი როდესაც ქალბატონ პრეზიდენტს უხამს სიტყვებით მოისენიებდნენ და არალეგიტიმურს და თვითონ ასარ უწოდებდნენ, არ მინდა ეს სიტყვები. არა და მაშინ ლეგიტიმური იყო როცა ეწოდა. ხო, მაშინ იყო და ახლა ვინ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები. არა, ნებისმიერ შემთხვევაში თვითონ ბრაზობენ, როცა ჩვენ ყაბელაშვილს უწოდებთ ხოლმე არალეგიტიმურ პრეზიდენტს და როცა თვითონ მათივე კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდე იყო პრეზიდენტი, უკვე მაშინ უწოდებდნენ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. ხო, თან რას იყვებით ამ კონკრეტ კარგად მახსოვდა. რატომაც მაშინ ჩვენ მივედეთ ბატონი ნოდარნაცად მე მშავია და მოგიყვებით თქვენ? თქვენ მომიყევით ცალკე და ეთერში არ მოგიყვებით. ხო. კიდევ ერთხელ მოყვები მაშინ. საინტერესოა. დღეს პირდაპირ გავშევ. სამშობლოვანია, სამშობლოვანია. და პატაგოვაში ვერ წამოვიდა. კი, და ჯანმრთელობის სამწუხაროდ ეხდა. შევთავაზეთ უკონკრეტულესი რაღაც. ზეპარტიული ნიშნით, ზეპარტიული დაკომპლექტებული რაღაც უნივერსალური გუნდი. ვადამდელი გარდამავალი არჩევნები, რომელიც ერთ წელზე მეტი არ იქნებოდა ტექნიკური მთავრობა რა. აი სამი მომენტი. ასოციაციით რა იყო, ამას ყველაფერს იწერდა ეს. ხო. უარჯობია ბატონო თანგიზე რომ ესო არასამთავრობოებს უთხრათოს. აი ეს რომ მიხდეთ, ბატონო ბატა მიხდე რომ ძალიან ცუდად იყო საქმე. შემდგომ გავიდა დიდი ხანი და შარშან მაგრამ ეს თემა სახეშეცვლილად და არ მინდა ახლა ესეთი სიტყვა წამოსდეს, მაგრამ არაშესაბამისად გააჟღერა. თუნდაც ბოლო შეხვედრაზე რაც მან თქვა, შეგახსენოთ ხო? კოალიციური მთავრობა, ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს ერთიანიო და არჩეული და რაღაცა. როდესაც 4-დან 2 გაიხრიჩა, ტექნიკურ მთავრობას ვინ აგარჩევინებს ელემენტარულად და ვინ ჩაგატარებინებს ამ არჩევნებს. ტექნიკური ვადამდელი გარდამავალი არჩევნები უნდა იყოს არა 4 წლიანი და ეს ძალიან პრინციპულია, ძალიან, არამედ 1 წლიანი, როგორც ასეთი და მან უნდა მოემზადო შენ დიდი სრულფასოვანი და ევროპული და დასავლური სტანდარტებით არჩევნები. ანუ ეს წელი უნდა იყოს, რათა შეამზადოს მომხდარ ნამდვილი რეალური არჩევნები ერთ წელიწადში. აუცილებლად, ეს უნდა მოამზადოს. ეს უნდა გარდამავალი უნდა იყოს. საზოგადოებაც უნდა ამოგიდგას რელიგიურმა ინსტიტუტებმა დღევანდელისგან განსხვავებით ხელი არ უნდა შეგიშალოს. და არ უნდა გამოიწვიოს გულის, გონების და ნების გაორება და გასამება. რაც ტრაგიკულ შედეგებს გამოიწვევს. ტრაგიკულს ეს არ არის ქრისტეს სამსახური.
ეს არის ძლიერ სამყაროსთან რაღაც რბილად რო თქვა გარიგება რა. დანარჩენი არ მინდა და მე მგონი მივხვდით რაზეც არის. აბსოლუტურად არ გავხსნით საკმარისად. ამიტომ ამ თემის ირგვლივ თუ არ ჩამოყალიბდით ჩვენ, ყველაფერი დაგჭირდება უკან და ეს ყველაფერი კიდე გიმეორებთ რა. ტრაგიკული იმის ფონზე მიმდინარეობს, მაშინ როდესაც ეს მიწერის მეწინა გადაცემა მთლიანად დაუთმე იმას, რა მეცნიერებათა აკადემიაში იყო უსერიოზული განხილვა, მიწის უნებათოდ დანაშაულებრივად განკარგვა, გაყიდვა და რა ვიცი რა ხდება რა. ჩართული არის სამინისტროები ეკონომიკის, პრივატიზაციის, მიწის და მის განკარგვის და ასე შემდეგ და დოკუმენტალურად აფრიალებული მეცნიერ აკადემიაში პრეზიდენტები იყვნენ, პროფესორები, არის ვინ არ იყო რა. და ეს იყო დემონსტრირებული გავიდა ის და შემდგომ ჩემი ასე ვთქვათ შეხედულებები იყო. საინტერესოა. დაწყებული უზენაეს საბჭოდან რა მოხდა მიწასთან მიმართ, რა სახის ტრანსფორმაცია განიცადა ამან. შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს და დღეს. და როგორი რეგრესია არის ამ თვალსაზრისით, ეროვნული სახელმწიფოური თვალსაზრისით. ამას დაუმატეთ კიდე კულტურული მემკვიდრეობა, ისეთივე დანაშაულებრივი შესრულებები კი არა, დანაშაულებები ხდება, აქტი დანაშაულის, როდესაც მოუხსნიან სტატუსს კულტურული მემკვიდრეობის და შემდგომ უკვე ხდება მესე გაყიდვა. გამიგეთ, აი ეს ხდება და ამაზე რეაქცია არ აქვს დიდ ნაწილს რა და ჩემი აზრით ამ უსაგნო რაღაცებზე ლაპარაკი ეს ნაცვლად ჯობია დისკუსიები ისევე როგორც ამ თემაზე ჩვენ ვლაპარაკობთ ხო გავმართოთ ამ საკითხზე როგორ ჯობია დასავლეთში როგორ ხო ლაპარაკობთ დასავლეთი გვინდა ახლა რუმინეთში როგორ არის ისრაელში როგორ არის დანიაში როგორ არის ბალტიისპირეთში როგორ არის ახლა მე პროფესიონალი არა მე გავეცანი და საკმარისზე მეტი გამოსხილება დამიკროდა და ნებისმიერ პროფესიონალს შემიძლია აუღა ხარი განსაკუთრებულ პოლიტიკურ ასპექტში. ამისთვის ეს სტუდია მზად ამის გარეშე ეს ქვეყანა დაიშლება ძალიან ცოტა ხანში. ამას დაუმატეთ ეს მობინადრეობის ასე ვთქვათ კანონის ლიბერალიზაცია. როცა შენ გინდა ვისაც გინდა ემას შემოიყვან იმას მიანიჭებ ამას სახკას იმას მიყედი აქედან მე მოქალაქეობა ერთი ნაბიჯია და მე და თქვენ და ჩვენერები დავრჩებით ასე ვთქვათ ძალიან მოკლე ხანში უნუგეშო უმცირესობამდე მე არ მგონია მინდა მე თქვენ შეხედოთ ამას რა იმიტომ ამაზე სერიოზული საკითხი რა არის ახლა ვერ გავიგე რა რითი არიან ეს ტელევიზიები ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები პოლიტოლოგები და რა ვიცი მე ვერ დავინახეო ერთი კაცი თუ შეიძლება ორი ამას აჟღერებდეს თქვენი აზრები და გასაკუთრებით და მოვისმინე არა ნუ აშკარაა რომ მე მაგალითად მიმაჩნია რომ მიუხედავად იმისა რომ გახლჩილია პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციური სპექტრი ძალიან სამწუხარო ფაქტია მაინც გამოსავალი არის რომ ნაწილი მაინც მონაწილეობს არჩევნებში და შესაბამისად მე ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნებოდა რომ არც არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში მაშინ მთლიანად მოხდებოდა ხელისუფლების გადაბარება და ჩუქება ქართულ ოცნებისთვის და ისინი მერე მსოფლიოში იტყოდნენ რომ ამათ არ მიიღეს მონაწილეობა და ჩემი რა პრობლემა აბა მათ შორისად გავაყალბეთ და ასე შემდეგ. ასე რომ ის რომ გახარია და ლელო ღებულობენ მონაწილეობას არჩევნებში თავისთავად ცუდი არა. რა გამოუვათ მათ? მე მაინც გონი მე განსხვავებული აზრი. არა მათ ეხლა მათ უკვე ორივე აიღო 99% საპარლამენტო არჩევნებში. გახარიამ გაიმეორა თავის შედეგი. 21 წელს როცა იყო ადგილობრივი არჩევნები, მან ზუსტად 9% აიღო ადგილობრივ არჩევნებში. ეს გაიმეორა, ქვია, საპარლამენტო არჩევნებში. ანუ აშკარად ჩანს, რომ გახარიას ყავს 9% სტაბილური 9% გარშემო. ხო, ანუ მეოცნებე კონცეფცია ასე ვთქვათ. ნუ ეს თქვენ შეფასება. მე მგონია რომ პირიქით, მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც რომელიც ხედავს მასში მესამე ძალას. კი, ხო რა, მე ჩემი აზრია თქვენ სასაბოთ ხო, რა თქმა უნდა, ხო. იმიტომ რომ საქართველოში არის კაფეოდ გამოკვეთილი ორი პოლიტიკური ძალა, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ეს 7 ნაცხოვრები რომა. ხო, კი, 7 ნაცხოვრები რომაა და ანუ და საზოგადოების ნაწილი მათ შორის მეც
ამიტომ მე მესმის ამ ნაწილის ეძებენ, რომელიც თანაბრად დისტანცირებულები არიან, როგორც ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ისე ქართულოცნების მიმართ. და ვიღაცას მესამეს ეძებენ. ერთი პერიოდი იყო და არის კიდევ დღემდე ლელო და გაჩნდა გახარია. მე გეთახმებით მოსაზრებაში, რომ გახარის ამორჩევის ნაწილი შეიძლება იყოს ის ადამიანები, ვინც ელექტორატი ეგ არის. ეს თქვენი აზრით, ჩემი აზრით ესე არა, ნაწილი. ჩემი აზრით ნაწილი არის ის ხალხი. არაბინო, ერთი პლებისები ვაღათა და ნახავთ მე რა არ არის საინტერესო. ხო, კი ბატონო, ჩემი აზრით ნაწილი, რომელსაც მიაჩნია რომ მე არ მოწოს ქართულ ოცნება კობახიძის, მაგრამ აი ხედავ გახარიაში რაღაც გამოსავალს. თავისთავად ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. შესაბამისად, მათაც აქვთ უფლება კონდეთ ესეთი მოსაზრება, ხო? და გახარია ძალიან კაფიოდ, ისე როგორც ლელო, ისე როგორც გირჩი, მაგალითად გირჩის ასე მუშაობს დაახლოებით, ის რა ქვია, იაგო ხუჩია, ესენი მუშაობენ როგორ? თავიანთი მყარი, მათი აზრით, აყავთ ამორჩეველი 9%, 11, 7, 8 მნიშვნელობა არ აქვს. ისინი 90%-ზე კი არ ფიქრობენ დანარჩენზე. არა, ისინი ფიქრობენ ამ პროცენტით გავიდნენ და საკრებულოს არჩევნები რა შეიძლება მიაღწიოს ამ კითხვაზე პასუხობთ, საკრებულოს არჩევნებში არის 4% ბარიერი. ანუ ლელოსაც და გახარიასაც შეუძლია სულ ცოტა გაიმეორონ თავისი 9%-იანი შედეგი და გაიყვანონ ყველა საკრებულოში მინიმუმ 7-8%, თუ არა 9 და საკრებულოში ადგილებზე რაიონებში 9% ყავდეთ ყველგან ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ რაიონების პრობლემებზე. რაღაცა გონია რომ პოლიტიკა კეთება მხოლოდ თბილისში, უკაცრავად. კი ბატონო, სამარისადად თქვით რა მე მგონი მე გავჩვენე პრობლემა რა. აცილებით მნიშვნელოვანი თემატიკები უნდა შევეხოთ. კი ბატონო, შევეხოთ, დამისვით კითხვა და შევეხოთ, ხო? არა, მორჩი, არა, კი ბატონო. მე მგონი თქვით რა და ერთ შეგეკითხებით. კი ბატონო, რა თქმა უნდა. აი ამ თემაზე რა, მესამე ძალე ჩამოყალიბება სუბიექტური რო არ გამოგვივიდეს. ხო, კი ბატონო. მესამე ძალის ჩამოყალიბებას იწვევს წმინდა მსოფლმხედველობრივი საკითხები. საქართველოში ჯერ არ არსებობს. რომელსაც თუ არ შეეხები, ესე რატომ მოგანიჭებ მესამე ძალას? მე ახლა მუნჭებაზე არ არის, ვინც ხედავს ამას. რა თქმა უნდა, შენ თავში უნდა იყო, იმიტომ ავთქვი მე რა, ეს თემა რატო დავიწყე? კულტურული მემკვიდრეობა, კულტურული ფენომენი, მიწის განკარგვის საკითხი, თანამედროვე, ულტრათანამედროვე სოფელი, პაატას გენიალური ნაშრომი. ამ პოლიტიკოს 99 წაკითხულიც არ არის და სწორედ იმიტომაც მინდოდა ამათი მოზიდა რომ ეს წიგნების არსებობა მაგათ შევარდო. კი ბატონო. უთხრა რომ თქვენ არანაირი პერსპექტივა არავის არ აქვს საქართველოში თუ ამ თემას რაღაც სახით არ შეეხებით. ეს მეტყველებს თქვენს არაკომპეტენტურობაზე და არა ინტელექტუალიზმზე რომ ეს არის როგორც მე თქვენ გიყურებთ ესე და კიდე სხვა საკითხი რეგიონალიზმი და ანაკლიის საკითხი თუ ასე შემდეგ. ანაკლიის საკითხი საერთოდ ნონსენსი არის. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკობთ. კი ბატონო. მე სერიოზულად დამაკმაყ თემაზე ნალაგრობის შეიძლება და დიდი სიამოვნებით ვიწვევ ადამიანებს ამის განსაკუთრებული თავსმოხვეული იდეების და დემაგოგიის გარეშე სხვათა შორის. ამიტომ კიდევ მეორე თუ შედგება მესამედან მხოლოდ სასიცოცხლო ინტერესების სოფლმხედველობრივი ასპექტები. ისე ახლა მე ესე მინდა, შენ ესე მინდა, იმას ისე. უკაცრავად ლელომ და გახარიამ ჯამში აიღეს სულ ცოტა 18% ჯამში, ხო? ვინა ეს ხალხი, რატომ ისეს მათ ხმა? აი რას მისეს ხმა? ვინც არ მისახმა ქართულ ოცნებას შეგნებულად, არ მისახმა კოლექტივ ნაციონალურ მოძრაობას და რაღაცას მისცა ლელოს. ხო, აგაშინა ღმერთმა რას ეძებს? მესამე ძალას ეძებს, რაღაცა სხვა რამეს ეძებს. რაღაც სხვას ეძებს, გვიდე ქართულ ოცნება და ვიდრე ნაციონალურ მოძრაობა. ძალიან დიდ როლს თამაშობს ახლა ამაზე. უდიდეს გახარიას რა ფული აქვს ეს კომპანია? ხო, მე 9% აიღო უფულოდ. მე ბანკებზე და მე ბანკებზე ვლაპარაკობ. ასეთი ახლა ერთ ძალიან კარგად უცე შეგნეთ რა ხდება როგორ არის. ხო, მე არ ვიცი კარგად. კომისიებში თელი რეგისტრი. მაგაც მოსახლეობის 9% აიღო და დანარჩენმა ორმა პარტიამაც, ნაციონალურ მოძრაობამ ცალკე და ახლებმა ცალკე 9%, ну 10-11. ანუ ყველა მიტრიალა 10%-ის გარშემო. ჯამში მივიღეთ 46%. 46% ხუმრობა არაა. ბატონო პატა, მე ეს თქმა მინდა რა, კიდევ ვიმეორებ რა. გახარიას კარგი გუნდება სხვათა შორის. კი ბატონო, დიახ. კარგი ადამიანებია. როგორც ასეთი, როდესაც ვერ იტყვი.
და მე მინდა ესენი ვიხილო ამა თუ იმ ასე ვთქვათ უნდაში. დი ბატონო. ნამდვილად მინდა. ოღონდ ახლა იმ მადით და ახლა 8%-იანი იყო და ანაკლია ჩემი იყოს, ეს ახლა ესეთი ნონსენსია, როგორც მე ახლა თვალზე ვერ აფრინდები რა, ეს ახლა დემაგოგიასთან ახლოს. ამაზე არ მინდა ახლა შევჩერდე. ხო, თქვენ ბრძანეთო მე სხვადასხვა უკეთესად ილაპარაკებთ, კი ბატონო. ვინ სპეციალისტი იქნება მოვა ხო? აუცილებლად. ვინც ესმის კარგად ესწრება. აუცილებლად, სპეცო თქვენს მოგიწევდა. მე არა ვარ ანაკლის სპეციალისტი, ამიტომ ჩემი თანდასწრებით თვითონ რეგიონალიზმი, დეცენტრალიზაცია, თვითმმართველობა, ეს უნდა რა ქვია, პლებისციტები, ყველაფერი აკურნა გაგვალისწინებული, ესეც არ დაგრი ახლა. ამაზე სიტყვა არ დაძრა, რა ჩამოთვალე და დემაგოგიურად თქვა, რახან ამერიკელებს ანაკლია უნდა ამიტომ ჩემია. ნუ ახლა მე ვერ გავიგე ახლა როტერდამი ახლა დიხამენჯიასე და ზაქარიაშვილისა. ნუ ახლა რა კარგი რა ახლა რა მე და თქვენ ისე არ დავდივართ, როგორც ისინი დადიან და უნდა იცოდე როტერდამი ჰოლანდიისთვის რას ნიშნავს. ეკონომიურად თავისი ბერკეტები და რა სახის ქონებრივი დაბუდა, რა პროცენტ აქირავებულია, ის მფლობელია თუ რა არის. ეს ყველაფერი ექვემდებარება მეცნიერულ პოლიტიკურ ანალიზს და ამის გადმოტანა შესაძლოა ჩვენ სპეციფიკაში. ახლა მეტი რა ვქვა, ძირითადად თქვენ. კი ბატონო, კი ბატონო. კი, სულ გათანხმებით ხო და არასერიოზული მე ერთხელ არ გამიგია, ერთხელ რომ ამ თემაზე რაღაც სერიოზული ის დაეწყო. ტელევიზიები მაგათია, ნაყიდია, თქვენ ძალიან კარგად იცით. კონკრეტულადაც ხო იცით, ვისი ნაყიდია, ძალიან კარგად ვიცით, ხო? ეს ლობისტები, ფული, ყველაფერი აბსოლუტურად და ამ საკითხზე ჯერობა საერთოდ. ახლა მე რა დავიჯერო ახლა, რა გინდა ახლა? ბერლუსკონი მილანში გაჩაიდინა, ეს გინდა შენ წალენგიხიდან იქ დაიწყო. ბატონო თენგის. ეს არ გამოვა, ბატონო პარა. არც გამოვა, ვერც გამოვა. ვერ გამოვა, ეს არის მაგრამ თქვენ ახლა ამ წუთში ახსენეთ სიტყვაზე სახელმწიფო ჰოლანდია, ხო? და ჩვენ ვართ სახელმწიფო საქართველო. თქვენ ხართ საფუძველი ჩაუყარეთ ამ სახელმწიფოს. ანუ ჩვენ ქვია, ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ იმ საქართველოს, რომელიც გვაქვს. აი მოთამაშეებით, რომლებიც გვაქვს. ჩვენ მოთამაშეები არიან არა ამერიკის რესპუბლიკური პარტია თუ დემოკრატიული პარტია თუ საფრანგეთის თუ ჰოლანდიის თუ გერმანიის, არამედ ქართული რეალობა, ხო? რა არის, ხო, პოლიტიკა რა არის? შესაძლებლობების ხელოვნება, ხო? მაგათ ბატონო პაატა, მაგათ რო გადავაწყვეტინოთ მარტო ისა. მაგათ გადავაწყვეტინოთ ხალხს, ამიტომ არჩევნების პრინციპული მშობა ყოველთვის. კი ბატონო. ამიტომ შევთანხმდით მაგას ახლა რა გითხრათ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამას შეიძლება სხვა სახის განხილვები რა და რაც უდია რომ კიდე არ მოვიდა. ხო, არა უშავს, ხო. არა უშავს. ახლა რა მე მინდა თქვენი დამოკიდებულება გამოხატოთ კიდე აუცილებლად ვადამდელ და გარდამავალ არჩევნებს. ეს კიდე მე აკვიარდებული იდეები არასოდეს არ გქონია ცხოვრებაში და არც მე. კი ბატონო. ახლა როდესაც მოუწესრიგებელია სისტემა, გაუმართავია აბსოლუტურად ორი იქით საყრა ხდება, როგორ არის, არავინ ირგვლივ სულ ომშია გადანაწილება სომხეთი, აზერბაიჯანი, შემდგომ თურქეთი, აღიარეს გენოციდის ის უკან წაიღო, იქ ფრანგულელობი ჩაერთო და მთელი ისინი მიდის და ახალი მსოფლიო წესრიგი იქნება და ჩვენ კიდე სიკვდილის ჭაობში ვართ. ეს არის დანაშაულებრივი სიჩუმე და უმოქმედობა, რაც ამ ხელისუფლებას ყოველთვის ეტყვიან და გაასამართლებენ მარტო ამისთვის რა. სხვა ყველაფერსო თავი დავანებოდა. ახლა კიდევ ერთხელ მინდოდა რა, თქვენ რომ ხო, ისე თქვა მინდა რომ 4 წლიანი კი არ უნდა იყოს, 1 წლიანი და თვლით თქვენ თუ არა, კაცო, იქნებ მე აკვიატებული იდეები არ მგონია რომ კონდეს, მაგრამ ამ 1 წლიანში ხო უნდა მოამზადოთ რეფერენდუმის კანონი, აუცილებლად ლუსტრაციის კანონი, საარჩევნო ადმინისტრაცია და შესაბამისი. აი ეს 4-5 თემატიკა ერთ წელიწადში ეს თუ გააკეთა ამ პარლამენტმა და შესაბამისი ამ ლუსტრაციის იმის ამას ხო შესაბამისი საზოგადოება ჭირდება, დობის ჯგუფი ჭირდება. ეს ახლა მაშინ ამათი მიღებული კანონი ჩვენ ახლა თუ გამოხვედი და იმაზე რაღაც გადაკვეთ რაღაც სიტყვა თქვი ამის გამო გაგისვეს სიტყვაში აგენტი ხარო ამის დაუსაბუთებელი არაფერი არ არის, ყველაფერი იმათ ხარეზეა, პროკურატურა, სპეცსამსახურები, პოლიცია, ეს აი როგორ დავიცოთ თავი. ამიტომ ყველა ხელისუფლებას დიდი ბრალეულობა მიუძღვის, ჩვენ ვერ მოვასწარეთ ეს მოგეხსენეთ წელიწად და სამთვეში ამას ვერ ყველა დანარჩენს პატარა კი არა, დიდი ბრალეულობა მიუძღვის იმაში, რომ ეს ლუსტრაციის კანონი არ შემოიღო.
იმიტომ ეს თუ არა გაქვს, მაშინ ახლა ვისაც შენ გინდა იმას აგენტად გამოაცხადე და ვინც შენი ვიღაც მხარდამჭერია და რომელიც ორმაგ და სამაგ თამაშებს თამაშობს და ძალიან კარგად ვიცით, ახლა გვარებს არ ჩამოვთვლით, თქვენც იცით და კი ბატონო. მაშინ იმას გამოაცხადე. ამიტომ ეს უნდა იყოს, როგორც აი გენიალურად გააკეთა ლიტველებმა ხო კაზიმირა პრუსკენი რო იყო, გენიალურად. გეთანხმებით, მაგრამ ეს იდეა გავიდა პაატა ხო გახსოვს თამაში რაღაც პატარა ეს ქონია რაღაც ლაფსუსი რა. ხო და მაინც გავიდა. მაგრამ შეიძლება თავი დაეცვა. დიანაზე ნადირობა კი არ დაუწყია ლიტველებს. კი, გაუშვეს. საზოგადოებრივ საიდეებზე დაიწყო თავრობაში და მაღალ საფეხური პარლამენტში და უნდა იყოს აკრძალული ამ ადამიანებს. გასაგებია, მაგრამ ისედაც არქუები და ისინი არც თქვენ და არც მე ამ კუჩი არ წარმოადგენთ პოლიტიკურ პარტიას. ყავს გეთახმებით 5% ვერ გადალახა ბერმა პარტიამ და ღირსეული პარტიები არ არის მათ შორის. საჭიროა პარტიებმა ვინ ლაპარაკობს აი ამაზე. აი თქვენ არ ხართ, თქვენ ხართ მარტო უნიკალური, ძლიერი, გამოცდილი პოლიტიკოსი, მაგრამ დღეს პოლიტიკაში არ ხართ, არც მე. ხო, ორივე გამოცდილება გვაქვს. ბატონო პაატა პრეზიდენტს უთხარი და ხო ხედა, აი მაგიდან მიდიოდი. პრეზიდენტთან ელაპარაკე და პრეზიდენტმა გადაგიმისამართად მასა რა ქვია. არასამთავრობო ორგანიზაცია. მე თვითონ მოირგო ეს ისა და გააკეთა ამიტომ საჭირო არის ამ თემებით უნდა გამოდიოდნენ პოლიტიკური პარტიები. თქვენ უნდა ელაპარაკებოდეთ, აქ უნდა მოდიოდნენ და აუცილებლად ძალიან საინტერესო იქნება. ხილვის საგანს ეკონდებარება ელემენტად კიდევ მეორე, კაცო ეს დობის ჯგუფი საკმაოდ რთული შესარჩევი იქნება. ეს ფაქტიურად იქნება სამოქალაქო საზოგადოების არსებობის თავისებური გარანტი. ამის გარეშე საზოგადოება ვერ შედგება. ის ყოველთვის იქნება მანიპულაციის ხარეს. ჩემი აზრი ბიზნესის ხარეს იქნება. ჩემი აზრით მაინც მე მგონი რომ ვადამდელი იქნება თუ იქნება ახალი არჩევნები, მაინც მგონი რომ ქართულსება თუ წავიდა ამაზე, წავა მხოლოდ ვადამდელზე და არა ახალ არჩევნებზე, ის არ გაუქმებს აი ამ არჩევნების შედეგებს ხო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ აგვისტოში უკვე გვეცოდინება რაზე მიდიან. რატომ? იმიტომ რომ ჩემს კარგად მოგეხსენებათ რომ თუ მიდის ახალ არჩევნებზე ან ვადამდელზე, უნდა დაითხოვოს ეს პარლამენტი. თუ პარლამენტი დათხოვნა ხდება, პარლამენტი დათხოვნიდან 2 თვის თავზე ხდება არჩევნები. უკვე არჩევნები დღეს დანიშნულია, ოღონდ და სხვა არჩევნებს ადგილობრივად 4 ოქტომბერი. მე ეჭვმეპარება, რომ მათ ცალკე დანიშნონ საპარლამენტო არჩევნები. ან დანიშნავენ 4 ოქტომბერს, და თუ 4 ოქტომბერს ნიშნავენ, მაშინ 4 აგვისტოს უნდა დაითხოვონ პარლამენტი. ჩვენ 4 აგვისტოს გვეცოდინება მაქსიმუმ 8 აგვისტომდე. უფრო 4 აგვისტო გარანტირებულად, უფრო ადრე არა. გვეცოდინება მიდიან თუ არ მიდიან დათხოვნაზე. თუ მიდიან, მაშინ 4 ოქტომბერს იქნება საპარლამენტო არჩევნები. თუ არ მიდიან, ესე იგი ბატონო პაატა, მაშინ ევრაზიულ სახელმწიფოში თავის დაბადება უნდა. თუ 4 ოქტომბერს არ მიდიან საპარლამენტო არჩევნებზე, მისი 2028 წლამდე ისინი არჩევნებზე არ წავლენ, თუ საზოგადოება არ მოითხოვა. კი ბატონო, თქონდა. ვიზა ლიბერალიზაცია და იმაზე ხელი უკაცრავად შეტენონ სხვა მხარეს ოპოზიციას და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და უთხრან ჩვენი ბრალია, ამათი ბრალია და რაც გინდათ ისქენი და ისინი შეესწრებიან ყველანაირად ევრაზიულ სივრცეში ნახონ თავიანთი ადგილი. თავიანთი საფინანსო, ეკონომიური და ამავდროულად სამხედრო. კი ბატონო, ეს ახლა ყობახიძეს წამოსდა თუ წამოროშა თუ რაღაც არ ვიცი, როდესაც უკრაინელი ბავშვების ესენი დანაშაულები სამხედრო ისინი უკუაგდო და რამდენჯერ იმას აქნეს, ხო? გადაფარეს კი არა, გადააგდეს რა შეიძლება ითქვას და ახლა რომ გადასცეს ეს რაღაც ამერიკელებმა პეტერბურგამდე და მოსკოვამდე იქამდეობა, აქ ახლა უკვე რუსების მიმართ გაუჩნდათ, ასე ვთქვათ, ესეთი ხარდამჭერი სიმპათიური რაღაცა ხო ესეთ ხო ხარდამჭერია კი აშკარა კარგად იტყვენ სასტრადაწერნი რა ხო ეს სამწუხაროდ ესე იყო არა ამიტომ ამის წინაშე დგას ეს ქვეყანა და კიდევ ვიმეორებ მე ხშირად ვიმეორებდი ეს ძალიან აგავს 21 წელს რო ანექსია რომ მოხდა როგორც ასე რუსეთი რო შემოიჭრა რომ შემოვიდა ისინი ლოზუნგი რა იყო კაცო ჩვენ კი არ დავამყეთ ხელი სუვერენიტეტს დამოუკიდებლობას კი არ ვეძებთ პირიქით 26 მაისს 2003 წელი იზეიმეს კიდევაც არამედ ერთი წყობა შეიცვალა მეორეთი მემარჯვენე და სოლდაგარებს და ამაებს ჩაანაცვლა შუგლეყურმა სოციალურმა იმან
წყობდან და თან ესეთი იდეური ადამიანები ყავდათ ამათგან განსხვავებით სხვათა შორის. და ბევრი ნიჭიერიც ყავდათ, თავზე ხელახებული რა, როგორც ასე და შემდგომ მათ 37 წელში რა დაემართათ, კარგად მოგეხსენებათ. ანუ ესეც იგივე ხდება. ყველასენი შეფარებით, მაგრამ ახლა იძულებული არიან ეს კარტები ბოლომდე გახსნათ. მეგონი მეთანხმებით. გეთანხმებით, კი ბატონო. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდია პასუხისგებლობა ამის ენაში, კიდევ ერთხელ დიდია ერი გამთლიანდეს, ჩამოყალიბდეს და ის წითელი ხაზი განსაზღვროს თვითონ, რომელსაც თვითონ არავის არ გადაანახილებს. მე სხვა რაღაცას ვერ ვხედავ და აქ ეს პატიმრები და ესენი, არ ვიცი რა ხდება. მე თეორი სიტყვით მე მინდა მაინც თქვა აი ამ ბაჩიაშვილი თქვენ პენიტენციალურ იმაში და ამას რო უყურებ მაინც ეს იყო აშკარად და იმის ინფორმაციის ამოღების ყველანაირი ეს ხო სამარცხვინო აქტი თუმცა თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ პენიტენციალურ კი მე ხელმძღვანელი ვიყავი ერთ-ერთი პენტონ სისტემის და ნამდვილად ვიცი როგორ კეთდება ყველაფერი ეს აშკარად ეს იყო კარგად მოწყობილი სპექტაკლი შეუძლებელია იქ შემთხვევით ადამიანი მოხვედრილიყო გამორიცხული ხო შეუძლებელია ეს იყო კარგად მიზანმიმართულად არაერთხელ გაკეთებულა და კეთდება რეგულარულად თუმცა არაერთ როცა ჩაუსვავენ ადამიანს საკანში ეგრეთ წოდებულ ქვია რუსულ სიტყვა ნასეტკას დიახ დიდი მადლობა ნასეტკას რომელიც ახდენს ძალადობას ადამიანზე და ტიპიური კლასიკური აქ ახალი არაფერი არ ყოფილა უნდა რომ ინფორმაციები ასე ვთქვათ ამოქადეს და ბიზინა ივანიშვილს მიუტანოს ეს არა ინფორმაციებსულობა იყო რა თქმა უნდა კითხა რაღაცები მაგრამ პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა დასჯის ფაქტორი იყო დასჯის მე თქვენ წინა იმაში მსგავსი რაღაც ხო არ ყოფილა მე მინდა თქვა არა საერთოდ ციხეებში რამდენი ხანი იყავით პენიტენციაში 3 წელი ვიყავი იყო მსგავსი რაღაც არა ჩვენ დროსაც იყო კი სამწუხაროდ ესეთი რაღაც არა ყოლობები ყოფილა ყოლობები ვიღაცა იხსნებოდა კამერები და ერთი ადამიანი ხვდებოდა სხვა კამერაში და კლავდნენ ერთი ადამიანი რომელმაც მოკლა ვიღაცა კრიმინალი ავტორიტეტი ის ადამიანი მოკლეს ციხეში. ბატონო პაატა, ისევე საბჭოთა იმას რო შეიაგოდა და ეჟოვი ხო გახსოვთ რეცაკოთებდა პირველი ჩეკისტების ხელმძღვანელები ხო რეცაკედებდნენ სასწაული წამები, მაგრამ წამებები ფულის ამოსაღებად კი არ იყო. პოლიტიკური სისტემის საქმე ისაა რომ ჩვენ ციხეებში შევედით ამადგან განსხვავებით პოლიტიკური სისტემის დასამკვიდრებლად როგორც ასეთი და ეს არის რასაკეთებია რა პოლიციის სისტემა ნაკლებად უფრო ფულის ამოსაღებად ერთი კაცი საბანკო ანგარიშების ასეთი ჩვენ ციხეებში შევედით მაშინ ქუდულ სამყარო დახვდა იქ ჩვენ წმენდით ამას და ეხლა წესით გაწმენდილი უნდა იყოს ეს როდის ხდება 1000 უარესები იყო მაშინ თუ ჩვენ მაშინ შევედით რათა ეს მოგვესპო და სამწუხაროდ ბევრ პრობლემები შეგვექნა. ის რა დაგშვენია გესურვეთ თქვენ დაბრუნდეთ მაგ სისტემაში მე თქვენი ლობისტი ვიქნები მან თქვენ პოლიტიკაში. თუ ქურდებს დაუწყეთ ბრძოლა ეს მეთქვა და ამიტომ მე მართალი გითხრათ თქვენ ბევრ სფეროში დაგიკეთებია თქვენ. დიდი მადლობა, კი პატივია. და აფხაზეთი მოლაპარაკე. უღრესი მადლობა. ჩვენ ბევრი საკამათოც გონია, მაგრამ ყველაზე უფრო მე თქვენ ხედავთ აი პენიტენციარის სისტემაში. მე ჩვენ პატივია. საფრთხიანობის დასადგენა და აი წითელ ხაზს რო არავის არ გამორიცხულია, და პარტიული რაღაც სხვა ყოფილი თქვენი თანამებრძოლებისგან გასხვავებით თქვენ პარტიულ დისციპლინას სახელმწიფოზე მაღლა არ დავაყენებ არა. უღრესი მადლობა, ჩვენ დიდი შეფასება, უღრესი მადლობა. ნამდვილად ესეა. იმედს გამოვთქვათ, რომ ამ თემაზე რაც დღეს ვერ შედგა ოპონენტებთან მომავალში კი ბატონო მე მგონი თქვენ ხმაყოფით თუ გნება თქვით ერთი სიტყვა. არა, მე მგონი ყველაფერი ამოწრო დიდი მადლობა, უღრესი მადლობა ასეთ შეფასებისთვის, ჩემი პატივია. კარგად გზამდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ ბატონო პაატა. მადლობა თქვენ. ცოტა ხანში მოგვარდება ალბათ პოზიციასთან დიალოგი. მადლობა.